საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ყველას გილოცავთ ქრისტეშობას და დამდეგ ახალ წელს ძველი სტილით. დიდი ხანია არ შეხმაურები ვართ ერთმანეთს, უკვე თითქმის 2 კვირია, ეს ახალი წლებია, თუმცა ქვეყანაში კვლავ ძალიან დაძაბული მდგომარეობაა და დღეს მინდა მე გესაუბროთ ზუსტად აი ამ თემებზე, მიმდინარე მოვლენებზე და ასევე მინდა გესაუბროთ იმ თემაზე, გაერთიანების თემაზე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და წელს ძალიან დიდი არა მხოლოდ იმედები გვაქვს, აუცილებლად მოხდება დიდი გაერთიანება ქართველი ერის. მე მაინტერესებს ახლა გამოჩნდეს ერთი რამოდენიმე წარმომადგენელი, ჯერჯერობით რა ვიცი, ვერავის ვხედავ, თუ არ პირდაპირ ეთერში, მე მინდა გითხრათ, რომ Facebook-ის პლატფორმის აგერ დამფუძნებელმა ცუკერბერგმა აღიარა უკვე, რომ ტრამპის ბაიდენის ადმინისტრაციის ზეწოლის ქვეშ იყო და ვითომ ბევრი რამ უნდა გამოსწორდეს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ სანამ ჩვენამდე თუ მოაღწევდა თუ მართლა რაღაც გამოსწორდება მნიშვნელოვნად, მათ ხელში ჯერ კიდევ არის ბერკეტები ყველანაირი, შეიძლება არ დაგბლოკონ, მაგრამ მათ შეუძლიათ აბსოლუტურად ისე დაბლოკონ შენი პოსტი თუ გამოსვლა, რომ ძალიან მცირე რაოდენობის ხალხმა ნახოს. ამიტომ ჩვენი ძალა, მეგობრებო, არის ერთობაში და თუ გვინდა რომ ჩვენ შედეგს მივაღწიოთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გავაზიაროთ, რომ სხვადასხვა კედელზეც გამოჩნდეს ეს პოსტი იქნება თუ გამოსვლები, რადგან ყველას ვერ შეზღუდავენ ალბათ და მაინც უფრო დიდმა რაოდენობამ ნახოს. თქვენ ხედავთ, მეგობრებო, რომ კვლავ ქაოსია ქვეყანაში. 33 წელი შესრულდა ზუსტად, რაც ეს რეჟიმი მართავს ქვეყანას, დამნაშავე რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა სისხლით 92 წლიდან, რომელმა რეჟიმს დაამხო ქართველი ხალხის მიერ. ამას მე ხალხს ვუსვამ, რომ ყველამ კარგად გაიგოს, სად არის ჩვენი უბედურობა. ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაემხო და მას შემდეგ უკვე გარედან დასმული მთავრობები მართავენ ჩვენს ქვეყნებს. აი ამიტომაც ვართ ამ დღეში. პირველად, რა თქმა უნდა, შევარდნაძე დაგვიშვეს, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ვითომ და რევოლუციით სინამდვილეში ეს იყო დიდი შეთქმულება დასავლეთის და რუსეთის მიერ და თქვენ კარგად გახსოვთ, მანამ არ აკურთხეს მიხეილ სააკაშვილი, სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი არ ჩამოფრინდა და სანამ დახურულ კარს მიღმა არ მოილაპარაკეს და რაზეც მოილაპარაკეს და რა შედეგებიც მივიღეთ, ალბათ ყველამ კარგად იცით და სახეზეა დღეს უკვე იმ დამნაშავე მთავრობის მოღვაწეობა. და შემდეგ უკვე კვლავ აგერ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ზუსტად იმავე სამართალ მემკვიდრეობას აგრძელებს. გააგრძელა მიხეილ სააკაშვილის სამართალ მემკვიდრეობა. გუშინ წინ, მეგობრებო, გამოსული იყო მამუკა მდინარაძე, რომელმაც დაანონსა, რომ აი ეხლა ჩვენო პირველივე სესიიდანო პარლამენტი რომ შეიკრიბება, დავიწყებთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის იმ 9 წლიან მმართველობის გამოძიებასო საპარლამენტო კომისიაში შევქმნით და გამოვიძიებთო და ამას ჩვენ მივცევთ 6 თვიან ვადასო, ანუ აგვისტოს ბოლომდე, ხოლო შემდეგო სექტემბერში გადაეცემა პროკურატურას საქმეები. ნუ ეხლა თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ქართული ოცნებამ ეხლაც თქვა, რომ
არჩევნების შემდეგ ეგრევე გაასამართლებდნენ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ისინი კლავაც წელავენ დროს, ეს დაუსრულებელი კოჰაბიტაცია ჭირდება ქართულ ოცნებას, ჭირდება საფრთხეთ, მუდმივი საფრთხეთ, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. რომ არ იყოს ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება რამდენიმე თვეს თუ გაუძლებდა და ხელისუფლებას დაკარგავდა. ასევე რომ არ იყოს ქართული ოცნება, ვერ იქნებოდა ოპოზიცია ნაციონალურ მოძრაობამ. ისინი ერთმანეთს ასულდგმულებენ, მაგრამ აი აქ არის ყველაზე ერთ-ერთი რთული საკითხი ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ აი ეს მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაშია საქართველო და გლობალისტური ეს გაერთიანება გარედან დასავლეთი ყველანაირად ცდილობს აი ამ ნაციონალურ მოძრაობის ეს ჯაშუში ლიდერები როგორმე მოიყვანოს ხელისუფლებაში, რათა აი ეს მზაკრული გეგმა შეასრულონ, რასაც ქვია საქართველოს ფაქტიურად განადგურება. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არის ძალიან სერიოზული და რომ შეეძლოთ ნაცებს ხელისუფლებაში მოსვლა, ამას აუცილებლად შეუსრულებდნენ დასავლეთს. ამიტომაც მოქმედება არის ძალიან საფრთხილო. ჩვენი აზრით პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პოლიტიკური არენიდან ჩამოვიცილოთ ორივე, განსაკუთრებით პირველ რიგში ჩამოცილებული უნდა იქნას აი ეს საფრთხე, რომელიც მოდის დასავლეთიდან ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც დიდი ფინანსებით ფინანსდებიან, აგერ 57 დღეა გონია და სრული ქაოსია ქვეყანაში. აი 33 წლის მანძილზე ამ დამნაშავე რეჟიმმა, ამ მაოხრებელმა რეჟიმმა სრულ ქაოსში შეიყვანა ქვეყანა და სახელმწიფო ვერ შედგა. ნებისმიერმა ქართველმა უნდა დაუსვას თავის თავს კითხვა. რა არის აქედან გამოსავალი და ჩვენ როდესაც აი ამაზე ვსაუბრობთ, მრავალი წლის განმავლობაში ყოველთვის ამას ვამბობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ქართველი ერის გაერთიანება, რომ დავასრულოთ აი ეს უსასრულო ქართულ ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ეს დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია, რომელიც ანადგურებს სახელმწიფოებრიობას, საქართველოს სახელმწიფოს. ეხლა მე პირდაპირ აი მამუკა მდინარაძეს მინდა ვკითხო. ქვეკაი ადამიანებო, კომისიის შექმნა თუ უგინდოდათ 13 წელი ასაკეთებით. თქვენ მოხვედით, უზარმაზარი ინფორმაციები გქონდათ, ავი ამდენი ვიდეო მასალები გქონდათ, თუ რა ხდებოდა, როგორ აწამებდნენ ხალხს. ყველაფერი ეს, რა ვიცი, საწაიღეთ, არ ვიცი, არავის აქვს. ფაქტიურად 2-3 ლიდერის გარდა არავინ არ გაგისამართლებიათ და დამნაშავეები არავინ არ დარჩინა. მთლიანად რეჟიმი არ გასამართლებულა და თანდათან წელავთ და წელავთ. მე უბრალოდ შეკითხვა მინდა დავუსვა ქართული ოცნების აი ამ ლიდერებს და თუ პასუხისგებლობას კიდევ დინარაძე იღებს, ყოველთვის რომ გამოდის და პრესპიკერივით არის, მას ვეკითხები. მე ამ რამოდენიმე დღის წინ მედო ეს ვიდეო კადრები და ეს თელმა საქართველოს მიცის. ნაციონალური მოძრაობის მოსვლისთანავე რამდენიმე თვეში პირველი რაც გააკეთეს, ეს იყო გლდანის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის და მისი მრევლის არ ვიცი რა არაადამიანური დასჯა. გამთენიისას დილის 5 საათზე შეანგრიეს სატვირთო ავტომობილით. მთელი სპეცნაზი და მთელი ვიდეო კადრები არსებობს. იქ დგას მთელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბარამიძე, ეს დამპალი აქ რომ მოძრავს ქართულ ხალხს. იქ დგას ოქროაშვილი, იქ დგას ახალაიები, იქ დგას ბოკერია,
იქ დგას გვარამია, ყველა იქ არის მეგობრებო და ყველას უშუალო კრიმინალური ნამუშევარი სახეზე არის იქ. როგორ სჯიდნენ ღამენათევ ხალხს 70 წლის ღამენათევი ხალხი რომლებიც ლოცვაში იყვნენ ფეხქვეშ გაიგდეს და ხელკეტებით უმოწყალოცებდნენ. თითქოს რა ვიცი ტერორისტი იყო მამა ბასილი ისე ფეხებით გამოითრიეს და ამ ალალ მართალ სასულიერო პირს 5 წელი მისცეს თუ 6 წელი მისცეს და გამოამწყვრიეს ციხეში. ამ დროს აი ეს თაღლითი ვიამეთში როა წამოპლაკული სააკოვი ეს ქართველი ერის დაუძინებელი მტერი იჯდა რესტორანში ამერიკაში სოროსის გვერდით გადაშლილი ქონდა ნოუთბუქი და პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ით უყურებდა თუ როგორ არბევდა იაღვეელების დამარბეველს ამ ჭეშმარიტ ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირს, ესე იგი როგორ არბევდნენ და როგორ დღეში ჩააგდეს აი მართლმადიდებელი მოძღვარი. ამას აყურებინებდა პირდაპირ სოროს. და აქ მე მგონი ამას არანაირი კომისია არ უნდა თუ არა აქვს რამე სამხილები მე დაგილაგებთ კაცო ნებისმიერი ქართველი და გუგლში არის აგერდა YouTube-ზეა ყველგან არის სადაც ყველა მონაწილეობს ამ ხალხის უმოწყალო დარბევაში. რატომ არავინ აგო პასუხი? რატომ არავინ დაიშაჯა სისხლის სამართლის პასუხისგებაში? მხოლოდ ღმერთის ჯიშს და იცოდეთ რომ ეს ღვთისა და ერის წინაშე ჩადენი დანაშაული არავის არასოდეს არ ეპატიება და ძალიან ბევრი დაიშაჯა იქ სამწუხაროდ რო იცოდეთ. ვისაც არ ესმით და ასე იღებს ხელს ეკლესიაზე და მრევლზე. ნაცვლად იმისა მეგობრებო რომ აი თუნდაც ქართული ოცნებას რაღაცა გაეკეთებინა ხალხისთვის. თქვენ ნახეთ აი რა ნუ მე არ ვიცი ახლა ასეთი სიხარბე, ასეთი კორუმპირებულობა ჩახედეთ რა დონეზე გაიზარდეს ხელფასები. ესე იგი 10,000-ზე მაღლა უბრალო პარლამენტარებს 11,500 პარლამენტარებს მინისტრებს და რა ვიცი 12,500 მინისტრებს 14,000 რაღაცა პარლამენტის თავმჯდომარეს და ეს მინისტრის მოადგილეებს ასევე 11,000 რაღაცა და ამ დროს პენსიონერს აქვს 350 ლარი თუ 370 ლარი, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ 350 ლარი. წარმოიდგინეთ მეგობრებო, არც ერთ ქვეყანაში, რა ევროპაში, ის ევროპაში სად მიდიხარ? არც ერთ ევროპულ თანამედროვე ქვეყანაში 10-ჯერ მეტი პენსიონერზე არც ერთ მინისტრს არ აქვს ხელფასი. 7-8-ჯერ საშუალოდ აი ესე მეტი აქვს. მაგრამ დაახლოებით 7-8-ჯერ მეტი. ჩვენთან გაიზარდეს 35-ჯერ მეტი. ამ დაქცეულ ქვეყანაში. აღარაფერს ვამბობ პერსონალურ სახელმწიფო მანქანებზე, უზარმაზარ რაოდენობის საწვავებზე და ყველანაირ მომსახურებაზე. აი ამ დაქცეულ ქვეყანაში და ეს კოჰაბიტაცია მეგობრებო, აი ყოველმა ქართველმა ეხლა კარგად უნდა გაიგოს, როდესაც გარედან დასმული მთავრობებია. როდესაც არ არის ერის მიერ არჩეული ხელისუფლება, ის არასოდეს ერის საქმეს არ გააკეთებს და ის ყოველთვის შეასრულებს დამკვეთების ბრძანებებს. როდესაც სახლს აშენებ, თუ ფუნდამენტი არ აქვს, ის სახლი ვერ აშენდება. ვერანაირად ვერ აშენდება და ესენი აშენებენ მტვერზე, ფუნდამენტის გარეშე, იმიტომ რომ 92 წლიდან მათ დაამხეს კონსტიტუციური სახელმწიფო, შეაჩერეს თვითონ კონსტიტუცია და აბსოლუტურად კონსტიტუციური სამართლებიდან გასულები არიან და გეუბნებია რომ ვითომ სახელმწიფოს აშენებენ და ყველა ვინც მოვიდა თავის თავზე მოირგო რაღაცა ვითომ კონსტიტუცია. არანაირი კონსტიტუცია ეს არ არის. კონსტიტუციური სამართლიანობა თუ არ აღდგა ქვეყანაში,
არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. სწორედ საქართველოს რესპუბლიკის სახელით არის გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩატარებული 31 მარტის რეფერენდუმი. და იქ სრულიად დაცული იყო სუვერენიტეტი, არც ნატოსკენ გავრბოდით, არც ევროკავშირისგან, არც რუსეთისკენ და არც. აი ამ კონსტიტუციას თუ კი ჩვენ აღვადენ და ლეგიტიმაციას დაუბრუნდებით და იმ გაწყვეტილ ძაბს, რომელიც იარაღით შეუჩერეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას ქვეყანას, მაშინ ქვეყანას ეშველება და დაუბრუნდება ფუნდამენტურ საფუძვლებს. ვიდრე ეს არ იქნება, ყველაფერი არის ზღაპარი. როდესაც სამართლიანობაზე საუბრობს დინარაძე და ქართული ოცნები, ეს არის სრულიად სასაცილო და გაუთვითცნობიერებელი ხალხი უნდათ რომ მოატყუონ. როგორ შეიძლება სამართლიანობა დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, ჯერ ერთი არც იმას არ იწყებენ, ესეც რაღაც გაწელილ დროშია, ხო? 2003 წლიდან შეიძლება რომ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. შეფასებულიც არის რომ ეს იყო დაგმობილია და თუმცა არავინ მე ამას სამართლებრივი დევნა არ მოყვა, მაგრამ დაგმობილია და ნათქვამია რომ ლეგიტიმური ხელისუფლება იყო და ლეგიტიმური მთავრობა იყო და დაიგმოსო ეს რა ქვია ეს დამხობა იარაღი და ასე შემდეგ. თუ დაიმხო ყველაფერი და თუ ამხელა საუკუნის დანაშაულებებია ჩადენილი, შენ ამას როგორ ახტები და 2003 წლიდან როგორ იწყებ კონსტიტუციური იმას რა ქვია სამართლიანობის აღდგენას. თქვენ ერთმანეთში აი ამ 23 წელია ხართ, ერთმანეთში ჭიდაობთ და ქვეყანას ამ ლაზღანდარაობას და ამ ქაოსს აჩვენებთ და გაიყვანეთ უკვე 2000 წელზე მეტი, ხო? ვერ მოესწრო ქვეყანა და ჩამოშლის პირას არის. შეიძლება განა რომ ხან ბათუმში, ხან თბილისში და ხან რა ვიცი, ხანსად ხალხი უკვე თავის ნებაზე დარბის, რა ვიცი, რა სიტყვენ. ორივე ამბობს ევროკავშირში შევდივართ იმითიო კაცო რა ქვია, ღირსებითო. სად შედიხართ, ვინ გიწევთ? ვინ გიწევთ ერთი დამისახელეთ ერთი 2030 წლამდე კაცო ევროკავშირმა გამოაცხადა რომ არც ერთ წევრს არ მივიღებთ. არც ერთ წევრს, სულ თვითონ არც უკრაინას, არც მოლდავეთს, უკრაინა ფაქტიურად ნახევარი ქვეყანა ჩააბარა და ნახევარი ხალხი ჩაეხოცა, მაგრამ არც მათ არ იღებენ. თქვენ სად რასად ყვებთ ამ ხალხს, სად მიდიხართ? ან 2030 წელს იქნება კიდევ ევროკავშირი, მოდით აბა დავსვათ კითხვა. აგერ გერმანიაში სიდიდით მეორე პარტიამ უკვე გამოაცხადა, რომ გავიდეთ ევროკავშირიდან. ძალიან ბევრია უკვე, ამაზე საფრანგეთშია უკვე ეს გამოსვლები და ყველგან არ უნდათ მათ არჩინონ ეს ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში არიან გაწევრიანებულები. აღარ უნდათ ამოუვიდათ ხელში, მით უმეტეს გაუძვირდათ ცხოვრება ამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ის იაფინედლეული აღარ ეწოდებათ რუსეთიდან, აგერ ახლა გაზით შეუწყდა, თავიანთი პრობლემები აქვს და აი ეგ დამართა ამერიკამ ზუსტად ევროპის კავშირს და ევროპას, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდება და უახლოეს ხანში მაქსიმუმ 1 წელიწადნახევარში, აი ეს ჩემი პროგნოზია და დაიმახსოვრე დღევანდელი ჩემი გამოსვლა, ევროკავშირი დაიწყებს დაშლას. თუ მანამდე არ დაიშალა. ამიტომ მეგობრებო, ერთადერთი ჩვენ ახლა ხო, ჩვენ გვეკითხებიან, აი შეკითხვებსაც მინდა უპასუხო, გვეკითხებიან ხშირად, აი თქვენ ძალიან დიდი ფული დააგროვეს, ხო, ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ. თქვენ უნდა დაუპირისპირდეთ აი ამხელა ძალას, ხო, რომლებიც ფლობენ მილიარდებს. კი, უნდა დაუპირისპირდეთ და თქვენ აბსოლუტურად არ გაგაჩნიათ ფული. ასე გეუბნებიან. აი როგორ აპირებთ ამის გაკეთებას. საერთოდ ცნობილია და საზოგადოებამ და ხალხმა უნდა იცოდეს და აგერ განვლილი 33 წელიც ამას აჩვენებს, ვაჭრებს და ვაჭრუკანებს არასოდეს არ აუშენებიათ ქვეყანა. ქვეყანას აშენებენ იდეალისტები, ისეთები აი როგორიც იყვნენ, თუნდაც ვერ გამსახურდია, მაგრამ თუ გვექნება იდეა ჩვენს და უნდა გქონდეს, აი ამ იდეაზე უნდა აშენდეს.
და ჩვენ ამ ფულს დაუპირისპირებთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ იდეას და არავითარი მაიმუნობა არ იქნება აქ და ჩვენს უკან ერთი ვინმე ვერ დადგება ისეთი ვიღაცა თაღლითი რომ ვიღაცამ წამოგვაზახოს მერე არანაირი ფული ჩვენ არ გვჭირდება ფულს უნდა დაუპირისპიროთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეა ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ აი ამ ვაჭრუკანებს და თაღლითებს რომლებმაც მოაოხრეს მთელი საქართველო და გაყიდეს უნდა დაუპირისპიროთ განათლებული ეროვნული მართლმადიდებელი ხალხი ის ხალხი მეგობრებო რომლებიც აი ამ დამნაშავე რეჟიმმა მიზანმიმართულად ჩარეცხა დააკონსერვა და ყველანაირად შავი ფარდა ჩამოუფარა ყველა ტელევიზიაში საქართველოში უნიჭიერესი ხალხი ცხოვრობს უნიჭიერესი მეცნიერები ანალიტიკოსები უგანათლებულესი ხალხი ჩვენ აი ამ ადამიანებს რომლებიც აი ასე დღეში ჩააგდეს ყველას მოვიძიებთ ყველას გამოვიყვანთ ასპარეზზე და აი ამ უნიჭო თაღლითებს და გაუნათლებლებს დაუპირისპირებთ ცოდნას და განათლებას აი ასეთ ხალხს დაუპირისპირებთ მეგობრებო თავარი მე მაინც მინდა გითხრათ ხშირად არის ხოლმე შეკითხვა რომ აი თუნდაც ის რომ რა უნდა იყოს გენერალური ხაზი რის გარშემო უნდა გავერთიანდეთ მე წეღანას ვქვი და კიდევ ვიმეორებ თავარი გენერალური ხაზი რომელიც თავიდან მეც დავაყენე და ყველა მეთანხმება ამაზე საინიციატივო ჯგუფის წევრები უნდა იყოს კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა იქ საიდანაც დაირღვა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკა და ზოგადად გამსახურდია დაწყებული სახელმწიფოებრივი ეროვნულ სახელმწიფოებრივი ქრისტიანული გზა აი აქ იქ სადაც დაირღვა სწორედ ის უნდა აღდგეს დღემდე აბსოლუტურად მეგობრებო ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა ქვეყანაში თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ სტრუქტურას რომელიც ჩამოშლილი არ არის აბსოლუტურად არ არსებობს სოფლის მეურნეობა გავერანებულია მთელი საქართველოს ველმინდვრები ჩამოშლილია სასამართლო სისტემა ჩვენ არ აქვს სასამართლო არ აქვს პროკურატურა არც ერთი მნიშვნელოვანი მკვლელობა თუ დანაშაული არ გახსნილა საქართველოში არც ერთი დაწყებული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტიდან პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან არც ერთი არ არის გამოძიებული აბსოლუტურად ბიუროკრატიაა ყველგან თავდაცვის სამინისტროში ორ სამხედროზე მოდის ერთი ოფიცერი აი ვის რაში ჭირდება ქვეყანაში ესეთი ბიუროკრატია და ამდენი მჭამელი არ ვიცი რომელს უნდა შევეხოთ საბანკო სისტემაა და ხალხს ძარცვავს სავაჭრო ქსელებია და ხალხს ძარცვავს ჯანდაცვაა და ხალხს ძარცვავს თავისი სააფთიაქო ქსელებით ასევე ეს სააფთიაქო ქსელები კიდე ცალკე სალაპარაკოა რომ 3 და 4 ძარცვავენ ხალხს აბსოლუტურად გვექნება ყველაფერზე კაცრი რეაგირებები ჩვენ როგორც კონსტიტუციურ და სამართლებრივი გზაზე ვიბრძოლებთ ასევე ვიბრძოლებთ მეგობრებო სოციალურ საკითხებზე თქვენ იცით რომ ჩვენი ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ მთლიანად გაძარცვეს მთელი საქართველოს მოსახლეობა და მოსპეს საშუალო ფენა როდესაც სახელმწიფოს არ დაუბრუნებია ის დაპირებული თანხები როგორ შეიძლება რომ იმავე ქვეყანაში სახელმწიფო მყური მოიყროს და აი ამ გაჭირებულმა ხალხმა რომ მერე ფული ისესხა და ამ ბანკებმა კიდევ 4 მაგათ რომ ახდევინეს ეს და ვეღარ გადაიხადა ხო და კიდევ იმათ ასახლებ და ღიაცის ქვეშ ყრი ამ ხალხს აი ეს რეჟიმი არ შეიძლება დარჩეს ქვეყანაში და მე მეგობრებო მართლა გულით მინდა მოგმართოთ და სიყვარულით მინდა მივმართო ყველას რომ უნდა დავანებოთ თავი ამ
ქოცების და ნაცების დევნას, ესენი ორივე დამნაშავე რეჟიმია და ისე უნდა დავამარცხოთ ესენი სამართლებრივად, რომ სახელმწიფო არ დაზიანდეს. მე მიმაჩნია, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ჯერ. ეს რიგგარეშე არჩევნები რო ჩატარდეს დღეს ამავე სისტემით არაფერს არ მოგვიტანს ჩვენეს. ეს მოგვიტანს ისევ იმას, რომ ისევ გაიხანგრძლივებენ ესენი ეს თაღლითები დროს და ისევ ესენი მოვლენ ხელისუფლებაში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს პირველ რიგში მოახდინოთ ყველა რეგიონში ქართველი ერის გაერთიანება, შევქმნათ დიდი ეროვნული ძალა და დავიწყოთ ბრძოლა საარჩევნო კანონის შეცვლაზე პირველ რიგში და აი ამის შემდეგ, როდესაც დიდი ეროვნული ძალა იქნება, სწორედ ამის შემდეგ უნდა შეიქმნას დაინიშნოს ლეგიტიმური არჩევნები და არა რიგგარეშე და ახალი არჩევნები. ლეგიტიმური არჩევნების თემაც ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ საარჩევნო კანონზეც აუცილებლად მოვა დრო და იქნება, მალე მოვა ეგ დრო და იქნება ამაზეც მუშაობა, სპეციალისტები იმუშავებენ, მაგრამ არავინ არ დაგვინიშნავს აი ამ ლეგიტიმურ და ახალი საარჩევნო კანონით, რომელიც პარიტეტზე იქნება დაფუძნებული, თუ არ იქნება ზეწოლა ქართველი ერისა. ამიტომ ყველაზე უპირველესი არის ჩვენი ხალხის გაერთიანება და ძალის დემონსტრირება, მშვიდობიანი ძალის დემონსტრირება არსებულ რეჟიმზე. მე როდესაც ნაცების წინააღმდეგ რაღაცა ვსაუბრობ, ეგრევე ქოცებზე არ საუბრობ, ქოცებზე ვსაუბრობ და ეგრევე ესე იგი ნაცების ხარესა. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ამათი ტაქტიკა რა. ქოცი, ნაცი თუ მანამდე კიდე მოქალაქეთა კავშირი, ხო, ერთი და იგივე. ესენი არიან მოკავშირის შვილობილები და ორი მხარე დღეს აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან გამომდინარე, ეს არის ორი მხარე, ერთი დასავლეთს ემხრობა, მეორე აღმოსავლეთს, მაგრამ იმ დასავლეთს არა, რომელმაც მართლა დასავლეთი შექმნა, ეს არის ყველაზე მაყინჯი, გახრწნილი LGBT დასავლეთი. ამაზეა ლაპარაკი, თო ნამდვილი დასავლეთი ძალიან კარგად ვიცი მე და ნამდვილი ევროპა და კონსერვატიული ევროპა, ის სხვა რამეა. ესენი არიან ყველაზე დამპალი თესლის შვილები, ეს სულ სხვა რამეა. მოკლედ ჩვენი მიზანია, მეგობრებო, მალე დავიწყებთ, ჩვენ პირველ რიგში დავწერთ შევიკრიბებით უახლოეს დღეებში და დავწერთ ქარტიის მაგვარს, რაღაც სამოქმედო გეგმას და მიმართულებებს და შეძლებს დაგვარად აგერ აქედან თუნდაც სოციალური ქსელებიდან და ჩვენი პატარა ტელევიზიებითაც თუ მოხერხდება პკტ-ვიდან და თავისუფალი არხიდანაც, ასევე გავაკეთეთ პირდაპირ ეთერებს. ჩვენ გამოვიყვანთ ასპარეზზე ძალიან საინტერესო და ნიჭიერ ახალგაზრდებს, ასევე გამოვიყვანთ იმ ხალხს, იმ უნიჭიერეს ადამიანებს და ანალიტიკოსებს, რომლებიც აი ამ რეჟიმს ორივე მხარეს დაბლოკილი ყავდათ და 30 წელია მუდმივად ერთი და იგივე თაღლითებს გვაყურებინებენ 24 საათი. სამთავრობო თუ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ტელეარხებზე, რომლებიც შექმნეს ქვეყნის ძარცვის შედეგად. აი ეს ყველაფერი, მეგობრებო, ამ ყველაფერს ჩვენ დაუპირისპირებთ აი ესეთ განათლებულ ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყოველთვის ყველაზე დიდი ინტერესი იქნება ასეთი ხალხის ახალ-ახალი სახეების გამოსვლა, გაცნობა და მოსმენა წესიერი ქართველი ხალხის. ამიტომ ეხლა ჩვენი მთავარი მიზანია, მეგობრებო, ვისაც აი ესეთ გაერთიანებაში სურს, აქ აუცილებელი არ არის, აქ არის აუცილებელი სამშობლო გიყვარდეს და სურვილი გქონდეს ეროვნული სახელმწიფოს შექმნისა.
მართლმაედებული სახელმწიფო შექმნისა, რომელიც უნდა იმართებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებიდან და არა იქიდან დაკვეთით ჩუმად ეხლა მზაკუნულად 47 დღე როა და ამხელად ანხები რო შემოდის და აფინანსებენ აი ამ დემონსტრაციებზე რო გამოდია ხო და პროტესტზე დინარაძე რო აცხადებს საიდან ამხელად ანხაო ბიჭო მე მეკითხებით კაცო რისთვის ხართ რატო ვერ იძიებთ ან ეს გამჭვირვალობის კანონზე რო კინაღამ ქვეყანა დაამხეთ ის გამჭვირვალობის კანონი ხო გიწყობთ ხელს ნახეთ ერთი რა თანხებია ხო შემოსული და სად მიდიოდა რას ხმარდება ეს თანხები ვინ არიან ეს ხალხი თავზე დაგვავხეს ხო ქვეყანა ხო და ჩვენ რომ ვიცით რომ ეს ძალიან დიდი საფრთხეა და ამ საფრთხეს რომ ქართული კონსტიტუცია რა ქვია ოცნება სპეციალურად ინახავს და ასუდგმულებს ყველაზე დიდი დამნაშავე არის ქართული ოცნება მეგობრებო აი ეს არის ყველაზე დიდი დამნაშავე მაგრამ ჩვენ უნდა გვეყოს იმისი ყუა ისე უნდა დავამარცხოთ ეგენი რომ არც ერთი ამათი ნაწილი პოზიცია თუ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არც ერთი ნაწილა კი არ დარჩეს ამათი აი ეს უნდა მოახერხოთ მშვიდობიანად და მოგვიწევს რა თქმა უნდა ბეწისხიძე სიარული და თქვენი ვალია შემოგვიერთდეთ ძალა ერთობაშია ჩვენს უკან არავინ არ დგას ფული არავისგან არ გვჭირდება და ფულიანი გაერთიანებებს რაც დაემართათ და რამდენი იყო ამის ცდელობა თქვენ ძალიან კარგად იცით ასეთი იყო როდესაც აფინანსებდნენ პატრიოტთა ალიანსს და კიდევ მრავალი იყო მანამდე მე შემდეგში იყო კიდევ იცით თქვენ აგერად ის რა ქვია არტინფო რომელიც ფინანსდებოდა ყოველთვიურად დაახლოებით მილიონით ბიძინა ივანიშვილისაგან და ძალიან კარგად იცის ეს ყველა და ბოლოს სად მიუჩინეს ადგილი კი იცით თქვენ და ნახეთ ხო ეხლა ისევ რო აპირებენ გამოსვლებს ვიღაცის დაფინანსებულით სახელმწიფო იდეას შენ ვერასოდეს ეს აი ესენი არ არიან ამ რეჟიმის წარმომადგენელი რომ გაფინანსებს შენ რომელი სახელმწიფო იდეას უნდა ემსახურო და რომელი ეროვნული იდეას უნდა ემსახურო ხალხი ლაპარაკოს 2003 წლიდან სამართლიანობა უნდა აღვადგინო და 91-92 წლების მოვლენებზე და შევარდნაძის მმართველობაზე რომელმაც მოსპო მთლიანად საშუალო ფენა აბსოლუტურად საერთოდ არაფერს არ საუბრობენ და ჩვენი ბალი იქნება პირველი ქართველი ერის გაერთიანებით თუ მოხდება და თუ კი არა უნდა მოხდეს თავარია აი თქვენი მხარდაჭერა იყოს და დარწმუნებული ვარ რომ იქნება რომ საშუალო ფენა უნდა შედგეს საქართველოში ძალიან ძლიერი იმიტომ რომ საქართველოში შეიქმნება ახალი სახალხო ქართული კონსტიტუცია რომელიც ფეხზე დააყენებს ქართულ კაცს და დაიცავს მის უფლებებს მოკლედ ძირითადად აი ეს მინდოდა მე თქვა ჩვენ 31 მარტამდე ყოველთვის გვექნება უკვე ერთი კვირის შემდეგ ალბათ უკვე დავიწყებთ პირდაპირ ეთერებს ალბათ შევქმნით დავარქმევთ უკვე სახელს ამ გაერთიანებას და შევქმნით ამ ჯგუფს სოციალურ ქსელში და 31 მარტს ჩვენ გვექნება ძალიან დიდი დამფუძნებელი კრება თბილისის ერთ-ერთ ცენტრში ჯერჯერობით არ ვამბობ და მთელი საქართველოდან იქნებიან ჩამოსულები იქ ეხლაც ბევრი მათყობინებს ძალიან ბევრი რეგიონებიდან უკვე ყავს ხალხი სიებწერთ და ვისაც სურვილი გექნებათ პირადში მომწერეთ საკონტაქტო ნომერი და ქალაქი დანარჩენი მეგობრებო ძალა ერთობაშია ჩვენ ერთად ფეხზე უნდა დავაყენოთ ეს ქვეყანა განადგურების პირას რომ მიიყვანეს და უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა გადაურჩინოთ მომავალს რომ ჩვენს მომავალ თაობას არ მოუკლათ ქვეყანა სულ რაღაც აი 30 წელში აი ამ თაღლითურმა დამნაშავე რეჟიმმა ფაქტიურად განადგურების პირას მიიყვანა ქვეყანა და ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის არა და დღეს სჭირდება ზუსტად ეროვნული ხელისუფლება განათლებული ხალხი რომ აი ამ გეოპოლიტიკურ უმძიმეს ვითარებაში სწორად გაიაროს აი ამ ბეწვის ხიდზე და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია რომელიც საქართველოს დღეს აქვს ეს აზია-ევროპის დერეფანი განახორციელოს
ქართველი ხალხისთვის და არა ვიღაცეებისთვის, რომ 51% დარჩეს საქართველოს მოსახლეობის საკუთრებაში. აი ეს არის ძირითადად მეგობრებო ის რაც მინდოდა მოკლედ მეთქვა. ძალიან კარგად მიდის საქმე და ძალიან კარგად იქნება ახლო მომავალში თანდათან ყველაფერს თქვენ თავად იხილავთ და ფიქრობ მე რომ წინ ვერაფერი ვერ დაუდგება ამ საქმეს, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ მასშტაბურ ქართველი ერის გაერთიანებას ბოლომდე და ამის გაკეთების რეცეპტი არის ის, რომ ამათი კოჰაბიტაცია უნდა დავანგრიოთ. ეს ორივე ძალა ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა უნდა დავამარცხოთ ერთიანობით და სამართლიანად, სწორი მოქმედებით. მადლობთ ყურადღებისთვის, შეგეწიოთ ღმერთი, მრავალ ქრისტესობას დაესწარით კიდევ ერთხელ გილოცავთ უყველა და საქართველოს მთელს მართლმადიდებლობას და იმედიანად იყავით მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და აი ამ ქაოსს და ამ გრევას დავასრულებთ 2025 წელში დავიწყებთ უკვე და ძალიან სწრაფი ტემპებით მოხდება ეს ყველაფერი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ყოველ ოჯახს გფარავდეთ ღმერთი და სრულიად საქართველოს. მადლობთ ყურადღებისთვის.